ოჯობად. გაუმართ. როგორ დადა, როგორ აღარ? რა ხდება? ხომშიდობა. რაშორი რაზაგეთ? კინოს უზრებ ფოცხოზე. აჰა. დაიდნენ ბოდიში. აუ. და რაზე იღებ ჩემი ძმა კინოს? ფოცხოზე. ფოცხოზე იმენა? კი. აა, გაიყარი, ტელევიზორში ნახავ ჩემთან. აი რა ხო. ხმაური იყო ბაგებში ყოფილი სტუთქალაქის ტერიტორიაზე ერთმანეთს დევნილები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. დასახლებაში უკვე მეორე დღეა ლტოლთა გეგმიური გამოსახლება მიმდინარეობს. პროცესი იძულებით გადაადგილებულები აპროტესტებენ, მათთვის მიუღებელია ის ალტერნატიული ფართობი, რომელსაც სუბელიანის უწყებას თავაზობთ. მქონდათ დრო არჩევისო და როგორ 20 წელია ცხოვრობ აქ, ჩემი შვილები სწავლობენ აქ და მე წავიდე და ფოცხოში ვიცხოვრო? პრივეტ. ჩემი ძმა. გიყვარს საქართველო. ასე ვარ გაგიჟებული ჩემი ძმა. არც პურია, არც ასმელი, არც არაფერი ჩემი ძმა და დათვები, ასე გვეზახინა დათვები. პრივეტ, ჩემო ძმებო, როგორ ახარ? ოსტო, შენ იცხოვდებ ამ ადგილას, ძმაო? ოსტო, ერთ შეკითხვას გასაგებ. შენ მოხვალ შვილიანად, აქ იცხოვდებ შენა? ნუ მოგიყვანოს კაცმა თბილისში რომ იცხოვ, აქ მოგიყვანოს აქ ჩაგასახლოს, ხო? შენ იცხოვდებ მაგა აქ? იგივე ვადირეს, ვიღაცები ხო არა ვარ, ბიჭო, ბოლო. ის კი დათვის ნადირობა მიყვარს რაღაცა, კი დათვები დადიან აქ, მაგრამ შენ ახლა იფიქრე თუ ძმა ხარ, ახლა შენ აგი, ახლა თბილისიდან ჩამოხვედი და აქ იცხოვრე. ჩემი ძმა იცხოვრე აქ. Давай вот здесь вот. Арена? Не хочешь похоронить здесь? Я не хотел. Не хочешь похоронить здесь? Ну, Гешат. Смотри. О, спилинг. Спилинг, Гешат. О, регенат свой, О, ой, как он зрия. Варе, а? Компьютер?
თბილისში კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება დღეს დილიდან დაიწყო. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები რეგიონებში განსახლებას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდნენ. იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა საკუთარ ბარგთან ერთად სატვირთო მანქანებით წაიყვანეს. კიდე მუშაობდი კერძო სამსახურებში გავდიოდი ქუჩაში და ქონდა რაღაცა ნაგავი არამე და მივახმარებოდი ზლებდა 10 ლარს, 5 ლარს, 14 ლარს, 20 ლარს, 30 ლარს, რა ვიცი საჭმელი ქონდა რებრესბული ქონდა რა აიხემ მიზებესთან მივიდე მაჭამე რაღაცა მიზებესთან ხომ არ მივიდე მიზდებოდი მერიდება არა მივიდე მაგრამ მერიდება არა ბავშვი ხომ არა ვარ მიზებესთან მივიდე მიზები მაჭამე რამე მარტებს სადმეს მაგრამ ასეთი ბევრს ნახავ შეხვალ კიდე გამოივლიში ჩვენთან და ყველგან აგიმანებთ ამ მდგომარეობაში. ჩემი შეშახცელი იყო, მაგრამ მე ვაგვი ქვარის, ქვა. როგორ ახლა შვილო? გამარჯობა. გამარჯობა. ესიაღს მო. ეს არის. რავალ დღევანდელ დღეს. შენიანებით გახარებული, გამრავლებული. საიდან ახარ ვითხარი? პედისელი ვარ. ძალიან კარგად თბილისში ცხოვრობდით ჩვენს. აია. არის ტიპი ასეთები დაბადებულები მუშაობა არ უნდათ. და უნდათ რომ მომიტანე. ამე ჩემი ხელი რას გავს? მე მუშაობ, მე დურგალი კაცი ვარ, მუშაობ. და მიგეძმაო, ეხა 3-4 დღეა სვამ ახალი ესა რაღაცა და მაგრამ მე მუშაობ. ვიცი ზუგდიდში სად არის ცეხები, რა არის, რამდენი ცეხია და ასე შემდეგ. არ ვზივარ ერთ ადგილას. ასე გააკეთოს ყველა, მიმუშავე ძმაო და რაღაცა გექნება. ერთი ნახევარი წლის შემდეგ მოხვედი და ამაზე რასაც გელაპარაკებ, ჩაწელი იქნება ალბათ ხომ შენ. მაშინაც ასე გიხსნეს. მე რომ წელი ცხოვრობდა არაფერზე, ქვაზე ვცხოვრობ. და მაგი ეხლა მწარს ვიცი მწარი დაუმატოს იმის არ იყოს ეს ჩვენ რო ჩაგვიმატეს რა უნდა ჭამოს რა უნდა სვას რა უნდა გააკეთოს ამასაც არ ამბობთ ვიჩამსა უპათხელი მთავრობას და შალომ ახო მიანმიან წაიკითხე შეიძლება. როსტომი იყო 3 წლის ნახევრის, 3 და 5 თვის. ეგერ წყარო იყო და იქ წყაროსკენ გაქცეულა, ფეხი დაუსრიელ და იქ, ხონა. წყარში ჩავარდა. ვინმე რო ყოფილიყო ერთი 5-6 წლის ბავშვი კი ამოიყვანდა და გადამირჩენდა შვილს, მაგრამ მაგის ხნის ბავშვები იყვნენ 1-3-ის, მეორე 4-ის და უცადეს ამოდი როსტო ეძახოდნენ თურმე, მაგრამ არ იქნა მაგის საშვილი, რაფერ ამოვიდა და ბავშვი ალბათ გული მაშინათვე გაუსკდა, ფეხი გაუცურდა თუ არა მაშინათვე გული გაუსკდა.
იმის მერე აქეთ გამოქცეული ან ბავშვები უყვირიათ როსტომი წყალში ჩავარდა და სანამ იქით მივიდნენ უკვე მაგისტრის მაგი გვიანი იყო ვერაფერი ვერ უშველეთ საავადმყოფოში წავიყვანეთ მაგრამ ამაო გამოდგა ყველაფერი მე არ მეგონა ღმერთი ესე გამწირავდა შვიდ სამართლობდა ერამ ხელა ტკივილი არამ ხელა არაფერი ტკივილი არ უდრის შვილის დაკარგოს გავიდა დრო როსტომი წყლის თავზე გოგონა შემეძინა ღმერთმა გადმომხედა ღმერთმა მოისმინა ჩემი ვედრება და შემეძინა ჯამრთელი გოგონა და ვარქვი ალბინა ფიფია არის ჩემი გოგო კმაყოფილი ვარ ემითი რომ ღმერთმა მაჩუქა ჯამრთელი გოგონა Инвалидность сказывается. გამარჯობა. Поцхолები ხარ? Ара. Не из Поцхо? Странно, а там вроде больше ничего нету. Гуляют должно. Не думаю, чтобы 4 километра до Поцхо, а потом оттуда. Может, приехали к кому-то. Да, может быть. Иногда, когда идешь вот так вот, ну кто-нибудь едет и подбирает, подвозит. Раньше жили в Тбилиси, в центре города, в бывшем штабе Закавказского военного округа. И вот нас оттуда выселили в Поцхо. Когда нас выселяли, я даже вещи спускали мои вниз. Я не знал, куда меня выселяют, потому что никто ничего не говорил. Там полицейские все этажи заняли. Я к одному из них подошел на нашем этаже, говорю, что делать, куда ехать нам. Ну, он сказал, или в Поцхо, или оставайтесь на улице. За то, что написал письмо на радио «Эхо Кавказа» и в суд подал на незаконное выселение. Записали меня в оппозицию. Типа вот вы оппозиция, но все здесь портите, кричите много, это выступаете против существующей власти, ну и все прочее. Если Тбилиси на это наплевательски смотрят, то в Поцхо это имеет большое значение, потому что администрация здесь, в общем-то, из сторонников правящей партии. И?
Ну, ничего хорошего это не светит. ბატონო. თუ მართლა ხარ გამოგზავნილი ინვესტგან თუ არა და მე ახლა ვრეკავ ვანოსთან. თქვენი გვარი სახელი? სანდრო ვარ კაკაბაძე. ხასვე სანდრო კაკაბაძე გამიდიები, მაგრამ სანდრო კაკაბაძე შეგორ ხარ. საბუთმა ან ეს ზაბუთი არა მაგრამ არც ვაპირებ რომ მქონდეს ავაპირებ თქვენ გაჩვენოთ. გამარჯობა. მე სანდრო ვარ ფილმს ვიღებ აკაურობაზე და გამარჯობა. არ შეხვედრივად, მე სანდრო ვარ, აქ ვარ ერთი კვირა რაც ფილმს ვაკეთებ აკაურობაზე. ვფიქრეთ თქვენთანაც გადავიღებდით თქვენ როგორ ცხოვრობთ თუ შეიძლება. რა მინდა როგორ ხოლმე მაინც ახლა იტყვი იმას და ახლა სურათი რა მინდა რო ხონდეს. ბატონო? სურათი რა მინდა რო ხონდეს, სააკაშვილი მაინც ვერ ნახავდა. ვაიდი. ორი ვარ. რესტორან სოხუმში მუშაობდი 1 წელიწადი. და ბოლო-ბოლო მე რჩხობი რო დაიწყე მის მერე ყველას ქონდა იარაღი და მეც ქონდა იარაღი. ვიცავდი ჩემს ოჯახს, ჩემს აფხაზეთს. იყო. არა, როგორც ასეთი წავაგეთ ეს. და წავედი დაკით.
ავაგეთ. აქ სამუშაო ქონია ხო? ზოგიერთებს. ყველას არა. ზოგიერთებს. ზოგიერთებს. სოხუმის ისინი აი სოხუმში ზღვისპირა ეს ჩემი და ეს დედა ჩემი და მე ეს დიშვილი დედა ჩემი და ბიძა ჩემი ეს ჩემი და ბიძა ჩემი და სოხუმი და სოხუმის სანაპიროებზე შეგვჭა მარტო სურათები. ეს კიდე სოხუმში ზღვისპირა ყოველთვის მესიზმრება სუსახში ვარ სიზმრად Ничего, говорю. როგორ ზანდებით? Неплохо. პივა არის ახლა კაი რაღაცა პივა რაღაცა. Цивилиот. დავდიოთ პივა. დავდიოთ, მაგრამ ვინ მოხდა? დათვის ხორცი გვაქვს. რას ვაკეთებ? ტოტალიზატორში დავდივარ კაზინოში. კარტოშკას ვყიდულობთ იქ, კაპუსტა, კარტოშკა, ბურაკს და მეორე ბაზარში წავიღებ და ბიზნესმენი. ხომ გითხარით C, D, G. C, C-ი D, გულაი. აჭარეთ ბიჭო რა შეგიეთქვე. შია ბიჭო შეგიეთქვე.
გამარჯობა. კარგად თქვენ? გამარჯობა. რამდენჯერ გითხარი რომ არ გადაიღო მეთქი. ინტერვიუ მაინც არ მომეჭდა, აი მივდივარ დღეს და კარგად იყავით, კარგად. თქვენ წაგდეთ. გზავრობა. მადლობთ თქვენ.